გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს გვექნება ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა 2025 წლის ცალ-ცალკე, რა თქმა უნდა, ვიდეოებსაც ჩავწერ ყველა ნიშანზე, უბრალოდ წარმოდგენა რომ შეგვექმნას 2025 წელზე ასე თუ ისე. მოკლედ შევახსენებ საკუთარ თავს, ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდე ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გავიზიაროთ მეგობრებს და კომენტაროთ და ლაიქოთ და ისე რა ქვია, გადავიდეთ უბრალოდ თუ რა გველის, ხო? აი ესეთი მონახაზები მაქვს და რა თქმა უნდა, მაშინ მჭირდება რომ ჩავიხედოთ, რომ ამ ყველაფერს ზეპირად ვერ დაიმახსოვრებ. ალბათ დავიწყოთ მზის და მთვარის დაბნელებებით და განმარტოთ რა შეიძლება გველოდებოდეს მზის და მთვარის დაბნელებებზე. პირველი მთვარის დაბნელება გვექნება უბრალოდ 14 მარტს. მზის დაბნელება იქნება 24 მარტს, ასევე მთვარის დაბნელება იქნება 7 სექტემბერს და მზის დაბნელება იქნება 24 სექტემბერს. ეხლა დაბნელებებზე რა გვექნება? ანუ რას მოიაზრებს დაბნელებები? ზოგადად ზოგადად დაბნელებები მიუთითებს დასასრულზე და პარალელურად კიდევ რაღაც ახალის დაწყებაზე. თუმცა ამაზე უფრო ახლის დაწყებაზე უფრო ახალ თვარეობა მიუთითებს ხოლმე, მაგრამ ლოგიკურია რომ რაღაცა რომ თავდება რაღაც იწყება, ხო? მაგრამ უშუალოდ მზისაც და მთვარის დაბნელებაც კულმინაციაზე მიგვითითებს და რაღაცის დასასრულზე, ასე ვთქვათ, რომ დაიწყოს რაღაც ახალი. ამაზე ნიშნებზე, ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე გეტყვით, ვის რომელ სახლში იქნება დაბნელება და უფრო კონკრეტული იქნება შემდგომ. შემდეგ, მერკური იქნება სამჯერ რეტროგრადული, პერიოდებს მოგახსენებთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ რეტრო მერკურის დროს, ესაა მნიშვნელოვანია. რეტრო მერკურის დროს არ ვყიდულობთ რაღაც ახალ ნივთებს. და მნიშვნელოვანი ის არის, რომ და კარგია იმისთვის გამოვიყენოთ, რომ დავუბრუნოთ რაღაც ძველს, დავხვეწოთ რაღაც ძველი, დავახარისხოთ რაღაც ძველი, ანუ ძველთან სამუშაოთ, დასახვეწად, ძალიან მშვენიერი პერიოდია, ხო? მაგრამ ახლის დაწყებას მაინც არ გირჩევთ, მით უმეტეს თუ არ არის მნიშვნელოვანი ოპერაციები და მით უმეტეს თუ ესთეტიკის კუთხით არ იკეთებთ ოპერაციას და ესეთი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი არ არის, ჯობია რომ არ გაიკეთოთ რა, ანუ რეტრო მერკურის დროს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძველისთვის დასაბრუნებლად არის ფანტასტიკური. რეტრო მერკურის დროს ასევე არ გირჩევთ რომ რამე იყიდოთ, იმიტომ რომ ასევე რაღაც ან გაფუჭებული იქნება, ან არ მოგეწონებათ და ასე შემდეგ. ბილეთების დაჯავშნაზეც იგივეა. ან რაღაცებს თუ იყიდით, შეიძლება გვიან ჩამოვიდეს და ასე შემდეგ რა, მოგოცა, ესე მარტივად არ ჩაივლის თუ რამეს ახალზეა საუბარი, რა ყველაფერი ახალი, ახლის გაკეთება რეტრო მერკურის დროს არ არის მიზან შეწონილი. პერიოდები პირველი იქნება 15 მარტიდან 7 აპრილამდე, მეორე იქნება 18 ივლისიდან 11 აგვისტომდე და მესამე 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე. რა თქმა უნდა, ეხა ინფორმაციას ისე ვერ დაიმახსოვრებთ, ამიტომ პერიოდს უნდა შეხედოთ, უნდა გაიხსენოთ ეს ვიდეო. შემდეგი არის მარსი. მარსი, მთლიანი იანვრის თვე იქნება პრინციპში წინა წლის პროგნოზეც მე ვთქვი, რომ იქნება რეტროგრადული, ხო? და ეს მოიაზრებს 7 იანვარი 24 თებერვალამდე გასტანს. ეხლა რა არის მნიშვნელოვანი რეტრო მარსის დროს? ამ დროს
საკმაოდ შეიძლება გაიზარდოს სიზარმაცე, ასე ვთქვათ, ხო? და რაღაცა დაგვეზაროს რაღაცის კეთება, არ მოგვინდეს, ან შეიძლება გვინდა, მაგრამ თითქოს ძალას ვერ პოულობთ, ანუ აი ესეთი შეგრძნებები შეიძლება იყოს რა. ასევე შეიძლება გაუგებრობებიც იყოს რა, ანუ რაღაც თქვათ ადამიანი ერთს გელაპარაკებათ, თქვენ თითქოს არ გესმით, ან თქვენ ელაპარაკებით და ანუ რაღაცნაირად თითქოს შეიძლება ვერ გავუგოთებთ მაინც რაღაც აი ამ პერიოდში, ხო? შეიძლება მაინც და მაინც ხა ამ პერიოდში როგორც თქვი რეტრო ზოგადად ისეთი თემა არის რა, ანუ რაღაცა ახალ რაღაცების დაწყებას არ გირჩევთ, უფრო დასვენების პერიოდი და გადახარშვის, დაგეგმვის პერიოდი უფრო ვიდრე უშუალოდ ესე იგი ქმედების. მოკლედ აღმოვაჩინე რომ ვენერა გამოვრჩენია და ეხლა გადავიღებ ვენერაც და შუაში ვიდეოში ჩავამატებ. და კარგი გიკვირდეთ კადრის ცვლილება, ასე ვთქვათ. მოკლედ ვენერას რატო ახლა ვენერა მნიშვნელოვანი ამ ვენერას ჩაწერა. იმიტომ რომ თუ ვინმე აპირებს დაუჯახებას ან შესაბამისად ხელის მოწერას, ეს პერიოდი ეცადეთ რომ მაინც არ მოაწეროთ ხელი, იმიტომ რომ რეტრო ვენერას დროს არ არის მიზანშეწონილი, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება შექმნილ ოჯახს დააკლდეს სიყვარული, ну რაც ოჯახს სჭირდება რეალურად ხო სიყვარული, ურთიერთგაგება და ასე შემდეგ. მოკლედ ეს პერიოდი არის რეტრო ვენერას პერიოდი 2 მარტი 13 აპრილის ჩათვლით. მოკლედ მაინც და მაინც ეცადეთ რომ აირჩიოთ სხვა პერიოდი, თუ მაინც და მაინც დაუჯახებას ხელის მოწერას აპირებთ, ანუ ეს პერიოდი გირჩევთ რომ არ აირჩიოთ. რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადად ყველასთვის აბსოლუტურად, ჩვენ კიდე გვაქვს ჩვენი პირადი რუკების მიხედვით ჩვენთვის განკუთვნილი და არ განკუთვნილი ასე ვთქვათ, პერიოდი, როდესაც ამ შემთხვევაში უნდა შევქმნათ თუ არ უნდა შევქმნათ ოჯახები, ხო? რა თქმა უნდა, არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ თუ გინდა შექმნით, მაგრამ ჩემი ის არის, რომ ეს პერიოდები გითხრათ. ანუ თავს მოვალეთ ვთვლი, ასე ვთქვათ. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ესთეთიურ ჩარეებსაც არ ვიკეთებთ აი ამ პერიოდში, ესე იგი ვიმეორებ 2 მარტიდან 13 აპრილამდე არ ვაწერთ ხელს, ესე იგი არ გვაქვს ქორწილი და უფრო მეტად ხელის მოწერაზე, ანუ აქ საუბარი, თუმცა, კარგი იქნებოდა ქორწილიც, მაინც არ იქნება, მაგრამ, ხო ხვდებით, ანუ ის თქვა მინდა რა. ანუ ხელმოწერით, ესე იგი ჩვენ ვადასტურებთ იმ თარიღს, რაც არის რა, ამიტომ ძირითადი ყურადღება ხელმოწერაზე, ამიტომ არის. და ესეთი კურჩარებს არ ვიკეთებთ, მოკლედ აი ამ პერიოდში სილამაზის პროცედურებს და ასე შემდეგ. ალბათ მე მგონი ყველაფერი თქვი, ასე თუ ისე. მე კიდე ცალკეც ჩავწერ ვიდეოს თუნდ ცალკე პლანეტებზეც მინდა ჩავწერო და ცალკე ნიშნებზეც. რამდენჯერმე კი გავიმეორე ამ ვიდეოში ეს. მოკლედ ეს რაც შეეხება ვენერას. შემდეგი არის მარსი. მარსი, მთლიანი იანვრის თვე იქნება პრინციპში წინა წლის პროგნოზეც მე ვთქვი, რომ იქნება რეტროგრადული, ხო? და ეს მოიაზრებს 7 იანვარი 24 თებერვალამდე გასტანს. ახლა რა არის მნიშვნელოვანი რეტრო მარსის დროს? ამ დროს საკმაოდ შეიძლება გაიზარდოს სიზარმაცე, ასე ვთქვათ, ხო? და რაღაცა დაგვეზაროს რაღაცის კეთება, არ მოგვინდეს, ან შეიძლება გვინდა, მაგრამ თითქოს ძალას ვერ პოულობთ, ანუ აი ესეთი შეგრძნებები შეიძლება იყოს რა. ასევე შეიძლება გაუგებრობებიც იყოს რა, ანუ რაღაც თქვათ ადამიანი ერთს გელაპარაკებათ, თქვენ თითქოს არ გესმით, ან თქვენ ელაპარაკებით და ანუ რაღაცნაირად თითქოს შეიძლება ვერ გავუგოთებთ მაინც რაღაც აი ამ პერიოდში, ხო? შეიძლება მაინც და მაინც ხა ამ პერიოდში როგორც თქვი რეტრო ზოგადად ისეთი თემა არის რა, ანუ რაღაცა ახალ რაღაცების დაწყებას არ გირჩევთ, უფრო დასვენების პერიოდი და გადახარშვის, დაგეგმვის პერიოდი უფრო ვიდრე უშუალოდ ესე იგი ქმედების. შემდეგი არის იუპიტერი.
იუპიტერი, ესე იგი, ნიშანს იცვლის და ამაზე ცალ-ცალკე ყველა ზოდიაქოზე გეტყვით რა და როგორ, უბრალოდ იცოდეთ, რომ 10 ივნისი, 1 ივლისის პერიოდში იუპიტერი ნიშანს შეიცვლის. და იუპიტერი ზოგადად იუპიტერს მოაქვს იღბალი და ბედნიერება. და უშუალოდ ამ ნიშნის შეცვლის დროს ვისთვის რომ ასახში იქნება, ამაზეც გეტყვით. მოკლედ, შემდეგი არის სატურნი. აღსანიშნავია ნეპტუნისა და სატურნის შეერთება აგვისტოს თვეში, რაც ასე ვთქვათ, ყველა ზოგადად შეერთება კარგის მასწავლებელი შეიძლება იყოს, მაგრამ მე ესეთი აღქმა მაქვს ყველაფრის, რომ ყველაფერს შეიძლება გქონდეს როგორც პოზიტიური, ისე ასე ვთქვათ, ნეგატიური მხარე, ანუ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, შესაბამისად შეიძლება ამ ყველაფერს ვიმუშაოთ როგორც დადებითად, ასე უარყოფითადაც, მაგრამ როდესაც დადებითი არსებობს, ნაკლებად ვისაუბროთ უარყოფითზე, ხო? ამოცა შეგვიძლია რომ უფრო დადებითი შევქმნათ, რატომაც არა. ამიტომ ნეპტუნსა და სატურნის შეერთება აგვისტოში რას მოიტანს ახლა? ზოგადად ნეპტუნს არ გააჩნია საზღვრები, ხო? და ნახეთ, ორი ერთმანეთის საპირისპირო ის არის, რა ქვია, პლანეტა. ამ სატურნს პირიქით ძალიან დიდი საზღვრები აქვს, ანუ წესები, კანონები, შეზღუდვები, საზღვრები, ხო? და ერთის მხრივ კარგია, რომ ეს ორი პლანეტა, ანუ ამ ორი პლანეტის გაერთიანება თითქოს რაღაცა უფრო შუალედს მოიტანს იმ მხრივ, რომ ანუ დალაგდება თითქოს, ანუ რაღაცა ქაოსი ამ კუთხით არ იქნება. მეორეს მხრივ, სანამ ამ ქაოსამდე, ანუ ქაოსი სანამ დაწყნარდება და მნიშვნელოვანი პროდუქტი შეიქმნება, მოდი პროდუქტი უწოდოთ, მანამდე რა თქმა უნდა, სანამ რაღაც იქნება, ხოლმე ყოველთვის არის ეს ქაოსური სიტუაცია რა. და ანუ ერთმანეთს ესე დაეხმარება ეს ორი პლანეტა, რომ ერთი რაღაცა კარგი შეიქმნას, ასე ვთქვათ, არც ძალიან სტრუქტურიზებული, არც ძალიან ქაოტური. ეს კარგი ამბავია. და 26.05-იანი 26 მაისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით ის შეიცვლის სახლს ნიშანს, ასე ვთქვათ. და შესაბამისად ამაზე კი ცალ-ცალკე ყველა ნიშანზე გეტყვით. და იქ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ნეპტუნისა და სატურნის შეერთებაზე. თუმცა თქვენთვის კარგია იმისთვის, რომ გამოიყენოთ, ანუ ქაოსი თუ ზედმეტი ქაოსი თუ გაქვთ დაალაგოთ, ან თუ ძალიან დაალაგებული ხართ, ყველაფერში გაწერილი და ასე შემდეგ, ცოტა ისწავლოთ ლავირება, ანუ ცოტა ისწავლოთ რაღაცა უფრო მოქნილები გახდეთ რა, ანუ ვის რა გვაკლია იმის მიხედვით, ხო? შემდეგი ურანი იცვლის ნიშანს, ესე იგი 8 ივლისს და პერიოდი 9 ნოემბრამდე. და 7 წელი უკვე იქნება შესაბამის ნიშნებში და ამაზე ცალ-ცალკე მე ვილაპარაკებთ. მაგრამ ურანი სიურპრიზების პლანეტა არის და შესაბამისად ეს პერიოდი სიურპრიზებით დატვირთული იქნება. სიახლეებით. შემდეგი არის ნეპტუნი. ნეპტუნი 31 მარტი 23 ოქტომბრიდან იცვლის ნიშანს და შემდეგ 2026 წელს მთლიანად იქნება უკვე ამ ნიშანში, ხო? მე რომელსაც მე ყველა ცალ-ცალკე გეტყვით, ყველასთვის ცალ-ცალკე, ხა აზრს ვერ ხედავ, უბრალოდ ხა ცალკე გითხრათ. და რას მოიტანს ეს? მე მგონი ხა მას გასაკვირი არ იქნება, რომ ბევრ ცვლილებას მოიტანს, იმიტომ რომ ნეპტუნს საზღვრები არ გააჩნია, როგორც თავში აღნიშნა, ხო? შესაბამისად ამისა, ესე იგი გავჩერდით რა ცოტა დაბა პაუზა, იმიტომ რომ ხელახლა მომიწია რაღაც ვიდეოს ჩართვა. მოკლედ, ნეპტუნის პერიოდი არის 31.03, ანუ 31 მარტიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით ის იცვლის ნიშანს. და როგორც და მე 2026 წელს მთლიანად იმ ნიშანში, იმ სახლში იქნება ყველა ზოდიაქოსთვის მე ცალ-ცალკე, რაც ახლა რომელშიც გადავა ახლა მოკლედ რა.
და ნეპტუნი ზოგადად პლანეტა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, როგორც თქვი და აქამდე რისიც შეიძლება ითქვას ისიც, რომ აქამდე რისიც გჯეროდა რეალურად, შეიძლება საერთოდ წარმოდგენა შეგვეცვალოს ბევრ რამეზე და საერთოდ სულ სხვანაირად შევხედოთ. ერთის მხრივ ეს იყოს ილუზიური, ანუ დაინგრეს ის ილუზიები, რაც მანამდე რისიც გჯეროდა, ან შეიქმნას რაღაც ახალი ილუზიები, რომელსაც დავიჯერებთ, ხო? აი ესეთი, ცოტა ისეთია რა, ანუ ისეთი პერიოდი ძალიან ისე რომ უნდა შევხედოთ რა, რაღაცა კარგად რომ უნდა გადავხარშოთ რაღაცეები, ხო? თუმცა ძალიან მე ვფიქრობ, რომ დიდი ცვლილებები იქნება ბევრი მიმართულებით. ზოგად ფონზეც, პიროვნულ დონეზეც, ასე რომ ეს არის ცვლილებები, ნუ ყველა პერიოდი რა თქმა უნდა ცვლილებების, მაგრამ ეს ნეპტუნი არის პლანეტები, რომელიც საკმაოდ იშვიათად იცვლის, იშვიათად რა, ანუ დრო სჭირდება რომ შეიცვალოს, ხო? ნიშანი, მაგალითად, მთვარე ძალიან ხშირად იცვლის ნიშნებს. აი მაგალითად, პლუტონი 20 წელში ერთხელ, ხო? და ნეპტუნიც მათ შორის ძალიან დიდი დრო სჭირდება ხოლმე, რომ შეიცვალოს ნიშანი. შესაბამისად, ეს ის გამოფხიზლების ერთი მსხვილი პერიოდი იქნება, რაც გჭირდება ალბათ ადამიანებს რა. და ზოგადად ძალიან სამყაროს დონეზე ძალიან ბევრი ცვლილება მიდის. მოკლედ ამაზე არ მინდა რომ ხა ძალიან პრინციპში ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ კიდევ უფრო ბევრია სალაპარაკო და ვეცდები რომ ნაწილი თემების პირად ნიშნებზე რომ ვისაუბრებთ, მაშინაც ვთქვა. თუმცა ალბათ მე მგონი ყველაზე მაგარი იქნება რომ ცალ-ცალკე მე ვისაუბრო ყველა იმაზე ცალკე და უფრო სიღრმისეულად. მოკლედ, შემდეგ არის პლუტონი. ჩემ წინა ვიდეოებში იცით რომ პლუტონმა შეიცვალა ნიშანი და 20 წლის განმავლობაში ახლა იქნება ყველასთვის ცალ-ცალკე იმ ნიშანში, იმ სახლში, რომელსაც მე გეტყვით, ხო? და რომელიც უკვე გითხარით. და ზოგადად პლუტონმა ვინაიდან და რადგან ნიშანი იცვალა, ეს ზოგადად პლუტონი არის ტრანსფორმაციის პლანეტა, ხო? ან ნახეთ რამდენი ან 2026-ში და ეხლაც ძალიან ბევრი პლანეტა იცვლის ნიშნებს. და ძალიან ბევრი პლანეტა დაახლოებით ერთ პერიოდში იქნება რეტროგრადული რა. შესაბამისად ამისა, პლუტონი, ანუ კიდევ რაზე უსვავს ეს ხაზს იმაზე, რომ ძალიან ბევრი ცვლილება ერთბაშად თითქოს რაღაცა, აი ეს როგორი რაღაც იქნება პაუზები, ცვლილებები, ანუ რაღაცა ესეთ სტილში იქნება ეს ყველაფერი რა და პლუტონის ზოგადად ნიშნის ცვლილება და 20 წელი უკვე ამ ნიშანში ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ იქნება ბევრი ტრანსფორმაცია ტექნოლოგიის კუთხით. იცით ალბათ არაერთხელ გიგიათ, რომ მერწყულის ნიშანი ახლა ზოგადად ჯერთი ძალიან საჯარო და სახალხო ნიშანი. ახლა რას გულისხმობ აგიხსნით ამას, ანუ მასებს მართავს, ხო? მე-11 სახლი. ცოტა ანუ არ მინდა რომ ძალიან დაგაბნიოთ, მაგრამ ანუ სხვანაირად თან ჩემ თავს ვახსენებ ამას, რომ კარგად აგიხსნათ რაღაცეები. მოკლედ, მერწყული ტექნოლოგიები, ტექნიკები იმდენად განვითარდება, ტექნიკები ამ 20 წელში, ტექნოლოგიები, რომ აი რა ვიცი მე, რომ შევხედოთ მერე წარსულში, ვთქვათ, რომ აი სად ვიყავით და სად მოვედით რეალურად რა. ძალიან დიდი ცვლილებები იქნება ამ მიმართულებით. კიდე მეგობრულობის კუთხით ეს იქნება როგორც სახელმწიფოებრივ დონეებზე და ჩვენ უკვე ამას ნაწილ-ნაწილ ნელ-ნელა რაღაცებს ხედავთ, რომ ფართო მასშტაბით, ანუ შეიძლება დამოკიდებულებები ან თავიდან ასე ვთქვათ, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ აი აქ ჩდება კარგად, რომ გათამაშდება. თავიდან გათამაშდება რაღაცეები და ანუ ზოგ სახელმწიფოს ანუ სახელმწიფოები აირჩევენ, ასე ვთქვათ, ვის ემეგობროს, მოდი ასე ვთქვათ, ეს სახელმწიფოების დონეზე თუ ვიტყვით ამას
და რაც შეეხება პიროვნულ დონეზე ჩვენც შეიძლება დავინახოთ უკვე ნელ-ნელა, რომ ანუ პრიორიტეტების ამბავი, ფასეულობების ამბავი, რომ ვისთან უნდა ვიყოთ, ვინ გვინდა რომ ჩვენ ცხოვრებაში იყოს, ან ვის უნდა მეგობროთ და ვის არა, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მეგობრობას ფართო მასშტაბით ახლა, ხო? იმედია გესმით ჩემი. შემდეგი არის ბუნებრივი მოვლენები, ესეც ძალიან საინტერესოა. ბუნებრივი მოვლენებს რაც შეეხება არ არის გამორიცხული, რომ რაღაც დონეზე, ანუ შეიცვალოს თუნდაც ხელოვნურად, ხო? ისა რა ქვია, ანუ ვიზუალი რაღაც ადგილების, მოდი ასე ვთქვათ რა, ან მაგალითად რაღაც გააშენონ ხელოვნური ტყე პირობითად ან რაღაც ეგეთი რა, მოკეთე ესეთი რაღაც ცვლილებები იქნება, ანუ ძალიან მინდა რომ ამაზე უფრო სიღრმისეულად და ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ უკვე ხვდები რომ პლუტონზე რაც დავიწყე, რამდენი წუთი გავიდა უკვე, მოკლედ ჩემი მეგობრებო, ძალიან დიდი ცვლილებები გველის და როგორც პირველ იმაში თქვი, ნაწილში თქვი, ცვლილება ყოველთვის არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა და განვითარება. და განვითარება ისე არ ხდება, რომ ვთქვათ, რაღაცები არ შეიცვალოს და განვითარება ისე არ ხდება, რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ რაღაცა, ანუ იცით როგორ მინდა წარმოიდგინოთ, რომ ანუ რაღაცას რომ მივაღწიოთ, ხო, რაღაცებს ვსწავლობთ და რაღაცებს რომ ვსწავლობთ, რაღაცებს ანუ ხან წაგებით, ხან არ გამოგვდისა თავიდან უნდა ვცადოთ, ხო? ანუ რას გულისხმობ იცით, ხანდახან ადამიანებს გვემართება რაღაც ნეგატიური რაღაცები, რომ მე ხელახლა ავდგეთ ფეხს და გავაკეთოთ კიდე ხელახლა, მანამ სანამ გამოგვივა. შესაბამისად ამისა, ცვლილებები გარდაუვალია და იქნება, უბრალოდ გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გჯეროდეთ იმის, რომ ამას განვითარება მოყვება. და შეიძლება ბევრი რაღაცები კარგისკენ. კარგით, შემდეგი არის კარმული კვანძები, ასე ვთქვათ, რომელიც ასევე 12 იანვრას შეიცვლის ნიშნებს და კიდევ ერთხელ ცალ-ცალკე გეტყვით ვისთვის როგორ და წელიწად ნახევარი იქნება იმ ნიშანში, რომელიც უშუალოდ თქვენთვის ცალკე ჩავწერით, გეტყვით რომელ ნიშანში. კარმული კვანძების ცვლილება ზოგადად კარგია მეც ისე თქვი, კარგია კი არა, მნიშვნელოვანია იმით, რომ კიდევ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ყველა როდესაც პლანეტები და ეს ნიშნები იცვლიან ადგილს, ასე ვთქვათ, რაღაც სიახლე მოდის შესაბამისად, ხო, რაღაც სხვანაირად ხედვა მოდის შესაბამისად. მისია წელიწად ნახევარი სხვადასხვა ნიშნებისთვის იქნება სხვადასხვა, ხო? თუმცა კიდე ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ანუ ეს ახლა ზოგად ფონზე რაც მინდოდა რომ მე თქვა, თორე რა თქმა უნდა, ცალკე შეიძლება სახელმწიფოზე ჩავწეროთ, ცალკე შეიძლება ანუ გაჩნია რა კუთხით ასტროლოგია ზოგადად ისეთი რაღაცა არის, რომ ყველა მიმართულებით შეგვიძლია, რომ ასტროპროგნოზი დადო. თუმცა ანუ ამ ყველაფერზე ერთ იმას ვერ ჩაწერ. ეს არის გამორიცხული თემა, რომ აი ეს ანუ თუ სერიოზულ ასტროლოგიაზე ვლაპარაკობთ, ხო? შესაბამისად ამისა, გაჩნია რა კუთხით, კითხვას როგორ დავსვათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გაჩნია რა კუთხით შევისწავლით რაღაც კონკრეტულ ასპექტს, ხო? ამიტომ მოკლედ ჯერჯერობით ამით შემოვიფარგლოთ და მოკლედ მადლობა რომ მისმენთ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. პერიოდულად ვეცდები, რომ ნიშნებზე რომ დავდებ ხა პროგნოზებს ეს იცით და თუ ნელ-ნელა ვეცდები, რომ ისა რა ქვია, კიდევ ბევრ საინტერესო რაღაცებზე ჩავწერო მოკლედ. აბა თქვენցით. ხო, დამავიწყდა მე თქვა, ანუ დააფიქსრეთ თქვენი აზრი, რაზე გინდათ მოისმინოთ ვიდეოები, ხო?